მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ რაღა თქმა უნდა მადლიერებით, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემით და გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს სიმშვიდეს და ყოველივე საუკეთესოს. პირად კონსულტაციებზე შეგიძლიათ მომმართოთ მესენჯერში ალებისტარო, თუმცა პირად კონსულტაციებს უკვე ვეღარ მივიღებ 29, 30, 31 დან ალბათ შობის ჩათვლით, ხო. შობის მერე განვაახლებ ისევ პირად კონსულტაციებს. ასევე განთავსებულია არხის აღწერაში ანგარიშის ნომერი, რომელზეც თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ იმდენად მიზერული თანხაც კი დაარიცხოთ, როგორიც არის 1 ლარი, ხომ? არხისთვის ეს არ არის ჩემთვის, ეს არის უბრალოდ უკვე კავშირისთვის და იმისთვის, რომ არხზე და ისევ თქვენი კომფორტისთვის რაღაცა მინიმალური გაკეთდეს ყველას ერთად ძალისხმევით. თორემ რა თქმა უნდა 1, 2, 3, 4 და 5 ლარი მე როგორც პირადი კომფორტისთვის ან პირადი მიზნებისთვის რა თქმა უნდა ვერ გამომადგება. აქვე უღრმესი მადლობა მათ, ვინც სწორედ მატერიალური რესურსით გამოხატავს უკვე კავშირს, თუნდაც ასეთი სიმბოლურით, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მათ, ვინც აკომენტარებთ, ვინც ალაიქებთ, ვინც იწერთ არხს, მათაც, ვისი არჩევანი საკმაოდ კულისებიდან ცქერა ამ ყველაფრის და დამერწმუნეთ, რომ სამყარო 1000 მაგად დაგიბრუნებთ თქვენს თვითეულ გაცემულ ენერგიას ჩემი და ჩემი არხის მიმართ. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, დღეს გაშლა უნდა გავაკეთო ყოფილ ადამიანზე, სავარაუდოდ ყოფილ ადამიანზე, ხო? რომელიც ან პაუზაზეა, ან უფრო მეტად შესაძლოა რაღაც გარკვეული პერიოდის წასულიც იყოს, თუ ან თქვენ იყოთ მის ცხოვრებიდან წამოსული. და კითხვა დავსვათ ასე. გაგიშვათ თუ არა ბოლომდე ადამიანმა მისი ცხოვრებიდან, ფიქრების დონეზე, ანუ მენტალურ დონეზე, ქვეცნობიერის დონეზე. ვნახოთ, ხო? და თუ არ გაგიშვათ, მაშინ როგორ ახსენდებით და რას ფიქრობთ თქვენთან დაკავშირებით. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, დავიწყოთ პირველი ვარიანტით და ვნახოთ, ვის ვუყურებთ, ხო? ვინა ეს პიროვნება, ვისი აზრებიც და დამოკიდებულებებიც ახლა უნდა ვნახოთ. ცხრიანი თასები. ძალიან ერთგული ადამიანია, უპირველეს ყოვლისა, ძალიან ემოციური, ძალიან გვერდში და მხარში მდგომი, ძალიან მეგობრული, ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის სხვას დაეხმაროს და ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის, რაც შეიძლება მეტი დადებითი ენერგია გადასცეს მის გარშემო მყოფებს. 7-იანი პენტაკლები. ხო, 7-იანი პენტაკლებით ადამიანი, რომელმაც რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, ой, ბოდიშს გიხდით, გადამივარდა არკანი წამით. მაპატიეთ, უბრალოდ სოფელში ვიმყოფები და აქ შეიძლება რაღაც ხან ძაღლის ყეფა იყოს, ხან სკამის ჭრიალი და ასე რომ არ გაგიკვირდეთ. ხო, 7-იანი პენტაკლებით ვინ არის ეს ადამიანი, ხომ? ადამიანი, რომელიც თვითონ არკანსაც რომ დააკვირდეთ, ანუ ძალიან, აი როგორ ვთქვა, ფინანსებზე დამოკიდებული ან რაღაც ესეთი ახირება კი არა, რომ აი მიჯაჭულობა, არა. ნახეთ, უკვე თავისი რაღაცა დაგროვილი დოვლათი აქვს, ხო? მან უკვე იცის იმ დანაზოგის, იმ მიღებული დოვლათის ფასი, რაც აგერ ბუდეში კვერცხების სახით გვაქვს. ადამიანი, რომელიც არ ვიცი, შეიძლება მემკვიდრეობითაც დარჩა რაიმე ვინმესგან საკმაოდ ისეთი დიდი, ან შეიძლება ოჯახურ ბიზნესს ფლობდეს, ხო?
ასეც გადათამაშდება ბევრზე. ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც დღეს ნამდვილად ისეთი ფინანსურად საკმაოდ დაცული უსაფრთხო გარემო აქვს, საკმაოდ სტაბილურად არის და ყოველ შემთხვევაში ისეთი სანდო პარტნიორია მისი გარშემო მყოფებისთვის. და ვინ არის ადამიანი ხუთიანი კვერთხებით არკანი, რომელიც თავისით გადამიფრინდა. ხუთიანი კვერთხებით რა შემიძლია გითხრათ? მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის ენერგიაა და გასაგებია, რომ აქტიური და სიცოცხლის ენერგიად ითვლება, ხო, უფრო ისეთ ცეცხლოვან ენერგიებად, ხუთიანია მაინც და მაინც რაღაცა ცოტა ნეგატიური ინფორმაციის მატარებელია იმ კუთხით, რომ აი ჩაკეტილობა თითქოს რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია, ხო, აი თითქოს რაღაცა აი სიგნიფიკაციასთან მიმართებაში როცა ვსაუბრობთ, შეიძლება კონფლიქტურიც იყოს ეს ადამიანი, ხო? კი, გასაგებია, რომ ძალიან ერთგულია, ძალიან კარგია, მაგრამ ემოციური ადამიანები არიან, სწორედ ფიცხები, ხო, რომლებიც ხშირად ან ქმნიან, ან მარტივად ეგებიან კონფლიქტურ სიტუაციაში, ხო? შესაძლოა რაღაცა კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციურია, ცოტა ჩაკეტილი ხასიათიც ჰქონდეს, ცოტა აი სითბო-სიუხეშით რომ გამოხატავენ. გესმით ხო, აი რაღაცა დაახლოებით ასეთი ტიპის ადამიანი. ან შეიძლება რაღაცა ცოტა განსხვავებული იყოს თქვენგან რაღაც მიმართულებით, არ ვიცი, ეს იყოს რელიგია, ეს იყოს გენეტიკა, ეს იყოს ეროვნება, არ ვიცი. ხო, ადამიანი, რომელიც ცოტა მიდრეკილია დეპრესიულობისადმი. ადამიანი, რომელიც ცოტა მიდრეკილია გარკვეულ პენტაგრამებში თავის გაყოფისაკენ, ხო, არა აქვს ამას მნიშვნელობა, რა ტიპის უარყოფითი მომენტი შეიძლება იყოს, ყოველ შემთხვევაში ცალსახად კარგად იხერხებს ეს ადამიანი ამ ნეგატიურ ბადეებში გახვევას. და ვნახოთ ახლა ეს ადამიანი დღესდღეობით რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, ხო? როგორ ფიქრობს, გაგიშვათ თუ ექვსიანი თასები. განდეგილი. ექვსიანი პენტაკლები, რაც სხვათა შორის საკმაოდ ისეთი არკანია, ვისაუბრება ამაზე. რვიანი თასები, ცხრიანი ხმლები, ორიანი პენტაკლები, გაშვების რა გითხრათ, მაგრამ კარგად მერყეობს. კარგი, და ისევ გამიმეორდა არკანი, ეშმაკის არკანი და მაგი. ხო, რამდენიმე მაღალი არკანი უკვე დევს ჩვენი დღევანდელი გაშლის ანგარიშზე, ხო? თან რა საინტერესოა, განდეგილთან ერთად არის კომბინაციაში ეშმაკი და მაგი. და საკმაოდ ისეთი ენერგიები აქვს ამ შემთხვევაში თქვენი მისამართით. ექვსიანი თასებით. ნაპატიეთ. ექვსიანი თასებით რა შემიძლია გითხრათ? თვითონ არკანსაც დააკვირდით, ხო? ძალიან ისეთი თბილი დამოკიდებულება აქვს თქვენი მისამართით ჯერ კიდევ. ძალიან ტკბილად აგონდება ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი. არ შეიძლება ბავშვობის დროინდელი ურთიერთობაც იყოს, ან ბავშვობის დროინდელი ნაცნობი იყოს. რაღაცა შეიძლება ბავშვობასაც უკავშირდებოდეს ზოგადად ეს თქვენი ურთიერთობა. ადამიანი, რომელიც სხვა შორის არ გადანაშაულებთ არაფერში, ვერ ვიტყვი რომ ეს რამეში გადანაშაულებდეთ. ცოტა ისეთი გულუბრყვილო და ბავშვური ენერგიების მატარებელიც არის. ადამიანი, თქვენ მოკლედ როგორ აღგიქვამთ, ხო? ამას ვეკითხებით. ამ არკანით საკმაოდ ისეთ მხარდამჭერ უპირობოდ დასაყრდენ ადამიანად აღგიქვამთ. ადამიანად, რომელიც ყოველთვის მზად იყავით მის დასახმარებლად, ხო? მზად იყავით მასთან სწორი ურთიერთობისთვის. მოდით ამ მაღალ არკანებს დროებით აქეთ გადმოვდებ, დაბალი არკანები მივყვეთ და მე გავიაროთ ეს მაღალი არკანები, ხო?
ექვსიანი პენტაკლებით. ექვსიანი პენტაკლებით ასევე ძალიან ისეთ მეგობრულ ადამიანად აღგიქვამთ, რომელიც ზუსტად ისევ და ისევ ესე ხელის გაწოდების მომენტში საკმაოდ ერთი წუთით ბოდიში ვიხარდი, მე მგონი ძაღლმა დაანგრია რაღაც, არ ვიცი, ერთი წუთით ზუსტად და მოვა. მაპატიეთ. ხო, ასევე, არ ვიცი, შეიძლება ფინანსურათაც რაღაცა გარკვეული მომენტით ეხმარებოდით, შეიძლება მხარში ედექით, ხო, რაღაცა სიტუაციებში ან საჩუქრებით ძალიან ისე ყავდათ განებივრებული. ყოველ შემთხვევაში, ცალსახად ისეთ კარგ პარტნიორად აღგიქვამ, ანუ პარტნიორად ახსენდებით დღემდე ამ ადამიანს, ცალსახად მეგობრებო. რაც შეეხება ორიანი პენტაკლებით. ორიანი პენტაკლები თქვენ იცით, რომ მაინც არის, ხო? კი ბატონო, ასვლა, ჩამოსვლა, წაგება, მოგება, კრედიტი, თანხების შემოსვლა ვთქვათ, ხო? აიწონა, დაიწონა, აღმასვლა, დაღმასვლა, გასაგებია ეს ყველაფერი. მაგრამ თქვენთან დაკავშირებით თუ ვიტყვით ამას, მაინც რაღაცა გაყოფილი ენერგიები აქვს. მაინც რაღაცა, აი, როგორ გითხრათ, ფიქრობს, მაგრამ არ არის ჩამოყალიბებული, მაინც აქეთ არის, საბოლოოდ სწორი თუ იქით არის, ხო? ანუ წასვლა სწორი თუ დარჩენა თუ აი რაღაცა ეს ასეთი მომენტი აქვს ცალსახად, ხო? ცხრიანი ხმლებით, როგორ ახსენდებით? ნახეთ აქ როგორ არის გამოსახული, ხსენებელია ხო ესე ხმლებში, ხმლების შუაში, ასე ვთქვათ და ისეთი მომენტი აქვს, ეს ყველა ხმალი აქვს აცილებული და ამ ხმლებზეა თვითონ შემოხვეული. ძალიან საინტერესო არკანია, ნახეთ. ტკივა. ცალსახად ტკივა თქვენთან გაშორება. ცალსახად რაღაც ტკივნეულ პროცესებთან ასოცირდება თქვენზე ფიქრი, ხო? ცალსახად რაღაცები ვერ გადამუშავა, რაღაცები ვერ დაძლია და ყველაზე სწორი გამოსავალი იპოვა, ანუ ეს ტკივილი კი არ შემოიხვია, თვითონ შემოეხვია ამ ტკივილს და გადაწყვიტა, რომ ეს ტკივილი მოახრჩოს. მიხვდით? ანუ ამ არკანში ეს უფრო ორაკულური ინფორმაციის დასტა, ვიდრე ვთქვათ კლასიკური, ხო, ნახეთ, თვითონ ებრძვის ტკივილს და თვითონ უტევს იქეთ ტკივილს, ასე ვთქვათ, ხო? რაც შეეხება ხმლების მეფით, ლოგიკას მისდევთ თქვენთან ურთიერთობაში, ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება სწორად იყო მიღებული, რომ ის რაც იყო სწორად იყო, არც თქვენ არ გადადანშაულებთ, სხვათა შორის ვერ ვიტყვი, უბრალოდ მოცემულობა მიიღო ისე, როგორც მიიღო რა. ფიქრობს, მაგრამ აი მერყეობის არკანიდან გამომდინარე გასაგებია რომ მერყეობს, მაგრამ აი ამითი მაინც ვთვლი რომ იხრება იქით რომ სწორია ის პაუზა, სწორია ის დაშორება, ხო, სწორია ის მომენტი, რაც ახლა თქვენ შორის არის. აი ესეთი ენერგია მოდის ამ არკანების კომბინაციით. რაც შეეხება მეგობრებო, რვიანი თასებით, აქაც ნახეთ რა საინტერესო არკანია. როგორი მომენტია, იცით? ილუზიებში კი არ არის, როგორც ვთქვათ, ამ პირიქით ილუზიებიდან ცდილობს, რომ გამოვიდეს და რაღაც ახალი სიტუაცია შეუქმნას საკუთარ თავს. დააკვირდით, ანუ არ ემწყდება ამ ილუზიებში, ამ ილუზიების სიტუაციასაც აღწევს თავს და გადის, ხო? და ახერხებს იმას, რომ აღარ მინდა ეს მოგონებები, აღარ მინდა ამდენი დარდი, აღარ მინდა ამდენი ფიქრი, ხო, აღარც ეს სიზმრები მინდა ვთქვათ ზოგადად, აი რა ინფორმაციაც ახლავს ამ არკანს და რაც მოდის. აქედანაც თავის დაღწევას ცდილობს, ანუ ამ ილუზიებიდანაც გასვლას ცდილობს, ხომ გესმით?
საკმაოდ ისეთი ენერგიის მატარებელი ადამიანია რა, აი როგორ გითხრათ, ძალიან საინტერესო პრინციპში, იმიტომაც მიდევს აქ არკანი მაგი, ხო? და სანამ არკან მაგამდე მივიდოდეთ, მანამდე გქონდა ჩვენ განდეგილი. ადამიანი გასაგებია რომ პაუზაზეა, გასაგებია რომ დისტანცირებულია, მაგრამ ზოგადადაც ენერგიები ახლა აქვს ისეთი, რომ ყველასგან შორს. ოღონდ დააკვირდით აქ როგორ აქვს კბილები, ანუ ერთი სხვისი შეტევა, ხო? ერთი არასწორი ნათქვამი, ვინმესი, ერთი რაღაც არასწორი მომენტი და მზად არის, რომ არ დაინდოს არავინ. აი ამ ენერგიებში, ხო და მით უმეტეს, რომ საკმაოდ ისეთი ძალაც აქვს და რაც ყველაზე საინტერესოა, მეგობრებო, დააკვირდით აქ არის ავაზა, მაგრამ რქების მომენტი აქვს ყურებს. საინტერესო არკანია, ხედავთ. ანუ აგრესიულ განდეგილობაში ამიხვდით, ეს განდეგილობა არ არის ისეთი მშვიდი, რომ მე წავედი და ვთქვათ, აი რაღაცა ფილოსოფიაში გადავარდი და იქ რაღაცა თვითგამორკვევას მივყევი და არა. აქ არის უფრო აგრესიული მომენტი, ანუ აი რომ მიიმალები იმისთვის, რომ თუ გამოჩენა გაიძულეს, სტრესას დაავს, ხო, აი დაახლოებით ეს ენერგიები მოდის ახლა ამ ადამიანიდან. ადამიანი ცალსახად მიჯაჭვულობაშია თქვენთან დაკავშირებით, როცა ენერგიებს გკითხულობთ თქვენთან მიმართებაში, ცალსახად ცოტა აგრესიული მომენტებიც აქვს, ცოტათი არა, კარგად აგრესიული მომენტებიც აქვს. და ადამიანი გაუწონასწორებელ ენერგიებშია თქვენთან დაკავშირებით, მეგობრებო, შეიძლება ნებისმიერ დროს იფეთქოს, შეიძლება ნებისმიერ დროს ხო არასწორად გამოვიდეს, თუნდაც თუ გამოვა ურთიერთობაზე, ხო და მაგის არკანში ნახეთ რა ხდება. 1 2 რასაც ხედავთ, კი, იმას ვითვლი. კვერთხი, ხმალი ერთად. ეს ყველაფერი სავსე მთვარის ფონზე, ვარსკვლავების ფონზე და ქვემოთ დააკვირდით 2 ცალი წითელი ვარდია. რა საინტერესო არკანია. ზემოთ კიდევ ყვავილია, ხო, გაფრჩქნული. აქ ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაცეებს სწავლობს, ეს რაღაცეებისთვის იზრდება, ეს რაღაცა ცნობიერს ებრძვის ამ პირიქით, აცნობიერებს და ტრალალა, არა. ეს არის ჩამოყალიბებული მანიპულატორი. ეს საკუთარ თავსაც ემანიპულატორება, რომ იცოდეთ, მარტო თქვენ არა. ატრიალებს მოკლედ სიტუაციას ისე, რომ არც თავი დაიზარალოს, აი ყველა არკანიდან გამომდინარე იმ ტკივილებსაც უსხლტება ხელიდან და კარგად გამოსდის მოკლედ რაღაცების მართვა. ძალიან ჭკვიანი, მაგრამ აი მაპატიეთ ამ სწორზე ძალიან შებერტყილი ადამიანია. ისეთ ენერგიებშია თქვენთან მიმართებაში, რომ რაც არ უნდა ძალიან რთული იყოს, რაც არ უნდა სტკიოდეს და რაც არ უნდა გამორიცხულია. ეს უფრო აგრესიულ მომენტებში არ გამორიცხავ, მეგობრებო, როცა ერთად იყავით, მაშინაც მქონდა ეს აგრესიული პასაჟები და იმაშიც ნახეთ, გაიხსენეთ სიგნიფიკაციაშიც რომ გითხარით, ხო, რომ შეიძლება ეს ადამიანი იყოს აი სითბოს რომ სიუხეშით გამოხატავენ, თქო. და ბოლოს მითხარი კონკრეტულად მაინტერესებს. გაგიშვათ ადამიანმა თავის ცხოვრებიდან ეს ენერგიები, გავიგებთ რეებსაც ფიქრობს, მაგრამ ქვეცნობიერად რომ არ ხართ გაშვებული, გასაგებია, მაგრამ ანუ აღდგება ურთიერთობა თუ ცნობიერად ლოგიკის დონეზე წერტილი აქვს დასმული ამ ყველაფერს. აბა მითხარი სამიანი თასები, რა საინტერესოა. პენტაკლების 8-იანი. რა საინტერესოა, მეგობრებო. და ტუსი. კვერთხების. არა.
ამას გაშვებული არ ყავხართ, ცალსახად არ ყავხართ გაშვებული, არც ცნობიერ დონეზე არ ყავხართ, არც ლოგიკის დონეზე და არც ემოციების დონეზე არ ყავხართ გაშვებული. არ ყავხართ. და იზამ რამე ეს გამოხვალ კონტაქტზე გითხარი. 10-იანი პენტაკლები, რაღაცა სტაბილურობა გვაქვს ამასთან. არა, გამოვა ეს. ცალსახად გამოვა მეგობრებო. კი, გამოვა. გამოვა ეს კონტაქტზე გამოვა. გამოვა კონტაქტზე, მაგრამ ცოტა აგრესიული მომენტი ექნება, რომ იცოდეთ და ამისთვის მსად იყავით, თუ თქვენ ამ ადამიანის დაბრუნება გინდათ. ხო, მადლობა პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტი და ვნახოთ ვინ არის. ძალიან გაგვრცელდა პირველი ვარიანტი. ვის ვუყურებთ, ვნახოთ, ხო? პირველივე მაღალი არკანი და თანაც მეორე მაღალი არკანი, თან რა არკანები და 4-იანი კვერთხები. მეგობრებო, თვარის არკანი ზოგადად საკმაოდ უსიამოვნო არკანია ხოლმე ნებისმიერ ტაროს დასტაში, მაგრამ ამ დასტაში არის ძალიან საინტერესო. ჯერ ერთი რომ დააკვირდით. სავსე მთვარია, მაგრამ სავსე მთვარია, ნახეთ, შიგნიდან მუქია, გარედან რკალი სრულიად ნათელი აქვს, ხო? ამ მთვარის გადმოსწვრივ არის ყვავილებით და ეგრეთ წოდებული კოსმოსური ეთერით შექმნილი ნახევარმთვარე, რომელზეც კურდღელი მორბის. ანუ აქედან გამორბის კურდღელი და მოდის, ხო? რას ნიშნავს? ადამიანი უკვე ასრულებს თავის ციკლს შიშებისას, ფოთვებისას. შესაძლოა ეს ადამიანი რაღაც ძალიან ესეთ ცუდ ობობის ქსელშიც იყო გაბმული, სხვადასხვა მიმართულებებით, არ ვიცი, ხო, ის მილიონი რაღაც შეიძლება გადათამაშდეს ნეგატივში, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამორბის. ამ ყველაფერს თავს აღწევს. ასევე judgment სამშაბლოს არკანით. რა დამემართა სიტყვები მოვწყდება უკვე. სამშაბლოს არკანით. ნახეთ, დააკვირდით, მეგობრებო. ზემოთ აი ამ გარკვეული მანდალის წრეზია პრაქტიკულად ეს ლამაზი მწერი დასკუპებული და ნახეთ მკვდარი მწერი ყავს პირთან და ფერადი ყვავილებია ზემოთ. ანუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ადამიანი საკუთარში ყველა ნეგატივს ჭამს. გადატანითი მნიშვნელობით, ხო, რა თქმა უნდა, ყველაფერს ასრულებს, აი თითქოს სპობს ყველაფერს და მზად არის იმისთვის, რომ ამ უარყოფითის განადგურების შემდგომ გადავიდეს უკვე არა აი ასეთ პენტაგრამაში დარჩეს, აი გადავიდეს ნახეთ ფერად წრეში, ხო, ფერად მანდალასთან. და 4-იანი კვერთხები თქვენ იცით, რომ ზოგადად ეს არის ოჯახის, რაღაცა ოჯახური სიმყუდროვის, დღესასწაულების და ასე შემდეგ არკანი. ხო, ნუ არ გამოვრიცხავს ადამიანი. არ არის ხო, ხა აუცილებელი რომ მაინდა-მაინც შვილები და ცოლი ყავდეს, თავისი ოჯახი. ხო, რაღაცა მე ოჯახი ისეთი საკმაოდ თბილი ადამიანი იყოს, მზრუნველი ადამიანი იყოს. რომელსაც უყვარს ოჯახურ გარემოში დროის გატარება, უყვარს საოჯახო რაღაც წვეულებები და აი ამ დაგვარი ღონისძიებები და მოდით ვკითხოთ მაშინ. ვკითხოთ. რა ენერგიებშია თქვენთან დაკავშირებით? გაგიშვათ თავის ცხოვრებიდან? გაგიშვათ ადამიანმა თავის ცხოვრებიდან? არა, რა გაგიშვათ? ზღვა ემოციებშია ისე თქვენთან დაკავშირებით. ძალიან ნატკენია, ძალიან გამწარებული. აი, ნახეთ რა ზვიგენი როგორ ბღავის, ხო? არ ვიცი, შეიძლება მონატრებისგან კიოდეს ხოლმე იმდენად ტკივილებში. არა, სასწაული მიჯაჭვულობა აქვს თქვენთან დაკავშირებით. არა, მეგობრებო, აქ სამიანი თასები. არა, არც ერთ შემთხვევაში თასების მეფე, ნუ აი ემოცია, სასწაული, ფლამინგო, ნახეთ რა საყვარელია, თავის სანთელია, ხო და თანიქით მზის სხივები, რაღაც სასწაული არკანები აქვს ამ დასტას. და 4-იანი თასები. არა, მეგობრებო,
ამას ცალსახად არ ყავხართ გაშვებული, რომ გაშვებაზეა ლაპარაკი. კი, გასაგებია რა რაღაცეები გაფუჭებულია, რაღაცეები თითქოს აღარ არის ისე, მაგრამ გაშვებული ცალსახად არ ყავხართ, მაგრამ არ გამოვიცხავ რომ ეს ადამიანი სტაბილურობაში იყოს, წეღან ძალიან ვითაკინე და არ ვთქვი ოჯახი თქო და მე რა თქო, მეთქი ან დედა ან თავისი ოჯახია აუცილებელი კი არ არის მეუღლე ან შვილი ყავდეს თქო, მაგრამ მამაკაცები მიყურებთ თუ ქალები თქვენს თავზე გადაათაშა მაშინ და ეს დიდი ალბათობით სტაბილურ ურთიერთობაშია და თქვენთან დაკავშირებით ეს ჩამოკიდებული მამაკაცის არკანი გვაქვს აქ ჩიტია ჩამოკიდებული ნახეთ და ერთი კლანჭით ეკიდება პატარა ფოთოლს, ხო? და სრულ აბლაბუდაშია გახვეული. აქ ცოტა სხვა ენერგიის მატარებელია ეს ჩამოკიდებული მამაკაცი. გასაგებია. ტრანსფორმაციებია კი ბატონო გაფუჭდა რაღაცეები, დაინგრა რაღაცეები. ხანძარს თევზი ვერ გადაურჩა ხო და აბსოლუტურად ისეთი აი შებძორი თევზის ვარიანტია ამ შემთხვევაში ძალიან ცუდი ნათქვამია, მაგრამ რა ვქნათ ასია. მაგრამ ეს თქვენთან დაკავშირებით მოგონებები ეს გულში ჩაკრული აქვს და არა მეგობრებო რა გაგიშვათ, არა. კარგი, არ გაუშვი, გასაგებია, ემოციურად კი არა, არანაირ კონტექსტში არ ყავხართ, გაშვებული შეიძლება ძალიან ახალი დაშორებულებიც იყოს მეორე ვარიანტი. მაშინ მითხარი, გამოხვალ კონტაქტზე? ხმლების პაჟი, სხვა შორის ხმლების პაჟი ინფორმაციასაც ნიშნავს, სიახლესაც ნიშნავს, პენტაკლების პაჟი, მაინც პაჟია, პაჟის ენერგიაა, მაგრამ მოქმედება, კი, ეს გამოვა კი არა, გამოკროლდება. აუცილებლად გამოვა მეგობრებო ეს, კი, სამყაროს არკანი. ეს კონტაქტზეც გამოვა, არც გაშვებული ყავხართ და დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაც პატარა წაიკამოთ, პატარა ერთმანეთს გაიბუდეთ და ის კატეგორია მიყურებთ ახლა მეორე ვარიანტს. და ვნახოთ მესამე ვარიანტი. ვინ ხართ მესამე ვარიანტი? უბრალოდ ვის უყურებთ, ხო? ორიანი ხმლები, ხუთიანი ხმლები, რა ხდება? კვერთხების მეფე, ქარიზმატული, ძალიან შემდგარი, ძალიან წარმატებული, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ცოტა ბავშვური ადამიანიც, მაგრამ რატო ამდენ ხმლებში? ნატკენია რაღაცა ცოტა კონფლიქტურის ენერგიებიც აქვს ამ ეტაპისთვის. დანაკარგის შეგრძნება აქვს და განდეგილშია ამ ეტაპისთვის ადამიანი. კარგით და ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს. თქვენთან დაკავშირებით მერყეობა აქვს. ვერ ჩამოყალიბებულა. ხო, შვიდიანი ხმლებით არ ვართ კარგ მდგომარეობაში ცალსახად და ეს ენერგიებშიც მაჩვენა. ოთხიანი პენტაკლებით რაღაცა არ ვიცი ეს რაღაცა ძუნწობს, არ ვიცი, რაღაცა გარღვევა აქვს ფინანსებში, ილუზიებშია ეს ცალსახად ოღონდ ამ ილუზიებიდანაც თავის დაღწევას ცდილობს. 10-იანი ხმლები თვითკონ, ეს არ არის მეგობრებო, კარგად, ძალიან ცუდ ენერგიებშია, ძალიან ცუდ ენერგიებშია. თქვენთან ვეკითხებ, თქვენთან დაკავშირებით და მიყვება როგორი ცუდად არის და როგორ ატკინეს და როგორ აღარ უნდა არაფერი, მაგრამ მაინც ხმლების თასების მეფეა, ხო? კვერთხების პაჟი. ხო. არა, გაშვებული არ ყავხართ. გაშვებული არ ყავხართ, მაგრამ გეტყვით, რომ გაშვების ზღვარზე არის, რაღაცა იცის, რომ ანიქით ანაკეთ. რაღაცა ჯერ შიშები ბოლომდე დაძლეული არ აქვს. თითქოს დაფარულია თქვენთვის რაღაცა ინფორმაცია, რაღაცას არ ამბობს ბოლომდე, არ მომწონს მე ამ ადამიანის ენერგიები. კარგით, გავეშვათ ამას. გაშვებული არ ყავხართ მეგობრებო, მაგრამ აი მაქეთკენ მიყავს საქმე რა. ჯერჯერობით არ, მაგრამ საქმე მაქეთკენ მიყავს ცალსახად. და მოდი მითხარი მაშინ გამოხვალ კონტაქტზე, რა საინტერესოა ეტლი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნატკენი ვარო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ფსიქოემოციური ფონი მაქვს ახლაო,
და მაინცო ცოტა რაღაც სინდისიმ ქენჯნის და მაწუხებსო, ხო? ვერ ელევა იმ ემოციებს და იმ ერთგულებას თქვენსას, რაც თქვენთან გქონდა ადამიანს და ძალიან გონიერი, ძალიან ისეთი გადაწყვეტილებით ეტლის არკანი საკმაოდ მყარად დგა, ეს არწივია, ხელწამოსაკრავი არც ადამიანი და არც ფრინველია, ხო? და პენტაკლების პაჟით რაღაც ახალი დასაწყისი, კი ბატონო. გამოვა ეს კონტაქტზე. დაძლევს ამ არჩევანის მომენტებს, დაძლევს გაურკვევლობას. და კი, გამოვა. მაგრამ აი გაანულებს რაღაცებს, მაგრამ აი არასერიოზული, აი რაღაც არ მომწონს ამის ენერგიები, მეგობრებო, ნაკადიდან რაღაც ეს ენერგიები მოდის. თან ჩამოყალიბებული ეს ადამიანი მაინც არ არის. მაინც აი ამათ აიწონა სიტუაციებით დაგიბრუნდებათ რომ რამე. მადლობა ნდობისთვის, წარმატებებს გისურვებთ დროებით.